და კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია კახეთიდან სახლიდან საკვების საძებნელად გასული მცირეწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. 5 წლის ცოტნე სიფრაშვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის ნაგავსაყრელზე ბავშვმა ძლიერ მოქმედი წამლები დალია. ცოტნეს ოჯახი სოციალურად აუცვალია. სიფრაშვილების 10 წლიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 246 ლარიანი დახმარებაა. Პარტო გულიღა ფეთქავს, ხელოვნურად ასუმთქებენ. 5 წლის ცოტნე სიფრაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ნაგავსაყრელზე ნაპოვნი წამლები დალია. როგორც მშობლები იხსენებენ, ბავშვი სახლის ახლოს ხევში ძმასთან და თანასოფლელ ბავშვებთან ერთად ჩავიდა, სადაც დიდი რაოდენობით წამლები აღმოაჩინეს, რომელიც ბავშვს კანფეტები ეგონა. ნაგავზე დასული ყოფნა გაფარულებნა და მე ეკრიფლეთ რომ მე თანაც და ეკლესიაზე პირდაპირ იქ გასხანილი ახარა იქ ძალიან ისე იგიტელი მე ნამდვილად არ ვიცი ვის უქარ ცოტნე იგი კანფეტებიაო შეჭამეო და მე შევჭამო ამ ეტაპზე უკვე ძალიან დამძიმებულია ბავშვი და როგორ გადავიტან ნამდვილად არ ვიცი იმიტომ რომ არასოდეს არ მოსულა ხევზეც და უვლიათ ჯართიც მოუგროვებიათ მაგრამ ეგეთი რამე არ შემთხვევა არ ყოფილა ჰალოპეიდორი, აზალეპტანი, ციკლოდონი, ამიტრიპტილინი და კიდევ რამდენიმე სახეობის წამალი. ეს ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტების ჩამონათვალია, რომელიც 5 წლის ბავშვმა მიიღო და გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა ბავშვის მდგომარეობის შესახებ მალევე გაიგეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მცირეწლოვანი თავდაპირველად არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადმოიყვანა. შემთხვევა 12 მაისს დილით მოხდა. მას შემდეგ ბავშვი კომიდან არ გამოსულა. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ფასდება 3 ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ არის სრული არეფლექსია გამოხატული და არანაირი რეაგირება არაფერზე არ არის. ისიც არ ვიცი, სადამდე მივა ბავშვი, სადამდე გაუძლებს. უფლისნებით, რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ გამოჯამთელდეს, მაგრამ იმედს არ მაძლევენ. სიფრაშვილების 10 წლიანი ოჯახი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ცხოვრობს. მეზობლების თქმით, ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც ბავშვები ხშირად მშივრები არიან. სწორედ შიმშილს უკავშირებენ ცოტნესა და მისი ძმის ხევში ნაგავსაყრელზე ჩასვლას მეზობლები. მათი თქმით, ბავშვები იქ საჭმელს ეძებდნენ. გადამეტებული სიღარიბე და შიმშილი და უბედურება. მეტი არაფერი ამათ. მთელი დღე ამ ხელა ქალი ვარ და მე ვერ დავაღამებ მშიერი და აი ესენი მშივრები დაკანკალებენ. აი ხევში წავა, მასაც წავა. აი რატო უნდა იყანე მშიერი დედა სახში რო არ არის. შვილები წავლენ ხევში. აი მათ ხოვრად არიან უკვე სულ ყველანი. დედა ვადანაშაულებ თვითონ არ არის შინა და ბავშვები შინ იქნებია. ოჯახი სოციალურად დაუცველი სტატუსით სარგებლობს. მათი შემოსავალი თვეში 246 ლარია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაცია მათ ხშირად ეხმარება. რამდენიმე წლის წინ საქველმოქმედო ფონდმა იავნანამ ოჯახს საცხოვრებელი ფართიც გადასცა. ამ ოჯახის 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჩართული ყავდა ჩვენ მიტოვების რისკის დროს მყოფი ბავშვებით კვებითი უზრუნველყოფის პროგრამაში. ოჯახთან თუ სააგენტოს რაიმე სერვისი გააჩნია, ყველა კუთხით მიდის მუშაობა. 5 წლის პაციენტი ამჟამად ხელოვნურ სუნთქაზეა. ექიმები მშობლებს ბავშვის გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.